ესე იგი უწმინდესის კურთხევით ვისი მოსაყდრის განიქნა გაჟღერებული ასეთი კურთხევა სამებაში, რომ სანამ ეს განსაცდელია, ჩვენ უნდა სამშვიდობო პარაკლისები ვიხადოთ. კურთხეულო ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აცდა მარადი და უკუნითი უკუნისამდე. სადაც მინასა სულსად და მარადის და უგუნითი უგუნისამდე ამე ყოვლად წმინდა უსამებაო შევიწყალენ ჩვენ უფალო გვიხსენ და გულხინენ წოდათა ჩვენთაგან მე უფალო შეგვინდა უძლოებანი ჩვენი წმინდაო მოიხილე და განკურნენ უზღურებანი ჩვენი სახელისა შენისათვის უფალო შეგვიწყალენ დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უგუნითი უგუნისამდე ამე მამაო ჩვენა რომელი ხარ სათაშინა წმინდა იყან სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავნება შენი ვითარცასა და შენი ეგრეთ საქვეყანასა ზედაპირ ჩვენი არსობისა მამალ ჩვენ დღეს დავამიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მევდები თანავდებთან მათ ჩვენთან და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა რამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამედ შენია სუფევა ძალისა დიდება მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აც და მარადის და უქმითი უკუნისამდე მერტი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ კურთხეულაც მომავალი სახელით ოფლისათა ავარებდი უფალს რამეთ უკეთილ რამეთ უკუნისამდე არ წყალობა იმისი ყოველი თესლები გარემო მათ გესმე და სახელი და უფლისათა ვერეოდემათ არამო კუდე არამენ ცხონდე და გამსტკუნე მესაქმენი უფლისანი ლოდი რომელ შეურაცხეს მაშენებელთა ესე იქნა თავკიდეთა უფლისა მიერ იყო ესე და არ საკვირო წინაშე თვალთა ჩვენთან
Შეგუწიენ გვაცხონენ შეგუწყალენ ელოვიცენ ჩვენ ღმერთ შენი თამათლითო ოლაცმინისა უხსნელისა უფროსად კურთხეულისა იდეულისა დუქლისა ჩვენი საღვთის მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმინდათა მოხსნებელთა თავისთვის და ურთიერთოდ და ყოველი ცხოვრება ჩვენ ქრისტეს ღმერთსა ჩვენსა შევედრო თუ შენ ხარ მეთქი მშვიდის და მართლობის სულთა ჩვენდა და შენ და დედათა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აზრმარ Ციბრძნი წარდგომა ფსალმუნი დავითისი მოიხსენო სახელი შენი ყოველთა შორის თესა და თესა ისმინე ასულო და იხილე და მოხავ ყური შენი მოიხსენო სახელი შენი უფლის სამიმართ ვილოცოთ რამე თუ წმინდა ხარ შენ ღმერთო ჩვენო და რომელიც წმინდათა შორის განისვენებ და შენ და დიდებას აღვავლენთ მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ყოველი სული ღვიძლის ხორცო აკეთეთ ღმერთსა წმინდათა შორის მისთა აკეთეთ მას სამყაროთა ზოლისა მისისეთო ყოველი სული სმენად ჩვენ წმინდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩვენსა ვებეთნეთ სიბრძნით აღემართეთ და ისმენე წმინდა სახარება წმინდისა სახარებისა საკითხავი მათგეთაში ნახსკა მარიამ და წარვიდა მთაწკერდა სწრაფ ქალაქად იუდასა და შევიდა სახლსა ზაქარიასა და მოიკითხა ელისაბედ და იყო ვითარცეს ელისაბედს მოკითხა მარიამისი ხდებოდა ყმა იგი უსესამისა და აღივსო სულითა წმინდით ელისაბედ და ხმა ყოფნითა დიდისა და თქვა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არც ნაყოფი მუსლისა შენსა და ვინა ჩემდა ესე რათა მოვიდე დედა უფლისა ჩემისა ჩემდა რამე თუ აჰა ესე რა ვითარცა იყო მამოგიტყვისა შეიძლება ყურთა მომარ ჩემთა ხდებოდა ყმა ესე სიხოვლის მუცესა ჩემსა ედერას რამეს არსმენეს რამეთ იყო სახსულება თქმულთა მათ მისამართ უფლისა მიე დარქვა მარია ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემან ღვთისმართ მათხოვისა ჩემისა რამე თუ მოხედა სიმრავლისა და მხევლისათვისას რამე თუ აჰა ესე რა ამიერით განატრიდნენ მე ყოვლი ნათესავნი რამე თუ ყო ჩემთან ადიდებული ძლიერმან და წმიდა არსახელი ვისი დადადგრა მარიამ ელისაბედისა და სამთეს და წარვიდა სახით თვისა
Didita წყალობითა შენითა გევედრებით ისმინე და შეგვიწყალე მერმეცა გევედრებით ივდაცულისა ერისა ჩვენისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის მერმეცა გევედრებით უწმინდესა უნტარესა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჯვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეოფისა მამისა ჩვენისა ილიასათვის და სენაკისა და ჩხოროწყოს მიტროპოლიტისა შიოსათვის საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრისა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის მერმეცა ვევედნეთ უფალსა ღმერთსა ჩვენსა რათა შეიწყალნოს მონაი და მხევალნი აქამ დგომნი ვედრებელ და ყოველნი მადიდებელი ქრისტიანი და განსაცდელსა შინა ყოფი ერი და ქვეყანა ჩვენი განამრავლე უფალო ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იხსენ იგინი უფალო ყოვლისაგან ჭირისა, რისისა და იწვევისა, ყოვლისაგან წყლებისა, სულისა და ხორცსა და მიუტევე მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი ნებს და უნებლიეთნი მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა, ყოველთა ქრისტიანეთათვის შეისმინე ჩვენი ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო სასო, ყოველთა კიდეთა ქვეყანისათაო და რომელნი არიან ზღვათა შინა შორდა სათაშინა ხინებელ და მოწყალე ეკვენ მეუფეო შეცოდებათა ჩვენთა და შემიწყალენ ჩვენ რამე თუ მოწყალე და კაცმოყარე ღმერთი ხარ და შენ და დიდებას ავალებ მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აც და მარადის და უკუნთი უკუნისამდე უფლისა მიმართ ვილოცოთ Oi, olad, zmido, dedofalo, ღვთისმშობელო, უმაღლესო წმინდათა ანგელოსთა და მთავარ ანგელოსთაო და ყოველთა დაბადებულთა უპატიოსნესო, შეუწევნელთა შემწეო, უსასოთა სასო, გლახაკთა შესავედრებელო, წუხარეთა ნუგეშინივცემელო, შიერთა გამომსდელო, შიშველთა სამოსელო, სნეულთა მკურნალო, ცოდილთა ცხოვნებაო და ყოველთა ქრისტიანეთა შემწეო და შესავედრებელო,
oi qovlad moწყალეო დედოფალო ქალწულო ღვთისმშობელო მოწყალებითა შენ დააცხონ და შეიწყალე ღვთივდაცულიერი ჩვენი თავრობა და მხედრობა იმისი აცხოვნე დედოფალ და შეიწყალე დიდი მეუფე ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი სრულია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყოს მიტროპოლიტი შიო და ყოვლად სამუდელონი მიტროპოლიტრი მთავარეპისკოპოსნი ეპისკოპოსნი ყოველი სამღვდელო სამონაზნო წესნი კეთილმორწმუნენი მხედართმთავარნი ქალაქმთავარნი ქრისტეს მოყარე მხედრობა და კეთილსყოფელი ჩვენ და ყოველი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი სამოსლითა შენითა პატიოსთა დაიფარე ევედრე დედოფალო შენგან უთესლოდ განხორციელებულსა ქრისტეს აღმერთსა ჩვენსა რათა შეგჭურნეს ჩვენ ძალითათვის და უძლეველთა ხილთა და უხილავთა მტევრთა ზედა ჰოი ყოვლად მოწყალეო დედოფალო ღვთისმშობელო აღმომიყვანენ ჩვენ სიღრმეთაგან ცოდვისათა და მიხსნენ ჩვენ სიღმელისაგან სვრისა ძვრისა ცეცხლისა მახვილისა ზედამოსვლისაგან უცხო თესტასა და ტომითისაგან ბრძოლისა და უცნაურისა სიკვდილისა და ზედა დასმისაგან მტევრთასა და განღწრისაგან ქარისა და ყოვლისაგან სიკვდით შემოსვლისა წყვრევისა და ყოვლისაგან ბოროტისა მოგვეც დედოფალო მშვიდობა და სიმრთელე მონათამა ჩვენთა მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა და განანათლენ გონებანი ჩვენ და თვალნი გულისა ჩვენისანი რათა ცხონდეთ და ღირს ვიქნეთ ცოდვილი მონანი შენი სასუფევლისა ძისა შენისა და ქრისტესა ჩვენსა რამე თუ მეუფეო მისი კურთხეულ არ და დიდებულთანა და უსაბამით მამით მისი და ყოვლად წმინდით სახელი და ცხოველმწყობელი ცულითურ აც და მარადის და უკუნთი უკუნისამდე ამინ ყოვლისა ცხოვრებისა ჩვენისა შესაძლებელი შენ ხარ სახიერ და სარწმუნო ჩვენ და მოდებული დაგვიფარე და ხელი წყალობისა შენისა აგვიყვარ რამე თუ სხვა შუამდგომელი არავინ გვივის ჩვენ ცოდვილთა თვინიერ შენსა ჭირთაშინა და განსაცვლეთაგან გვიჩვენე ძალი შენისა შეწევნისა რამე თუ შენ ხარ მარადი შემწე ჩვენ და ცოდათა გამხსნელი დედაო ღვთისაო მაღლისაო ვინცაშნე შეევედრებული ვიხსენ ყოველთა განსაცვლეთაგან მომხევალი შენი დედოფალო მოხედე ვედრებასა მონათა და მხევალთა ერთად და გვიხსენ ჩვენ ყოველთა განსაცვლეთაგან და სნეულებათაგან სიბძნით ყოვლად წმინდა ღვთისმშობელო გვაცხოვეთ Christeman ჭეშმარიტმან მერთმან ჩვენმა მეუღებითა ყოვლად უცნელისა ისა შემოსილთა მამაჩემთა და ყოვლთა წმინდათა ჩემი წყალნეს და მაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაც მოყარე შეგეწიოთ ქრისტე ღმერთი ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი და ყოველი ზეციური ძალები ყოველი წმინდანი ვინც ზეცაში გაგწმინდა ლოცვა დადგეს რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს მშვიდობა ვეღარ გაუძლებს ეს ქვეყანა ომსა უბედურებას და განსაცდელს ერი ჩასაფრებული არის თუ ქვეყანა დაეცა მაშინ ყოველთვის ესე იყო ისინი სარგებლობდნენ ხოლმე
უგანგებოდ ღერით მან ვარდება დღეს ვისაც ჩააბარა ხელისუფლება უფალმა ეს უფალმა იცის ვის ჩააბაროს რატო ჩააბაროს რომ ხვალ არ ვიცი ვის ჩააბარებს უფლის განგებას უნდა დაუხაროს ადამიანმა თავი არ შეიძლება არეულობა არ შეიძლება ამდენი რიზღი და რისხვა და ჩვენ აღარ გვჭირდება ომები რას თავი მახსოვს ამ ქვეყანაში ომია არ დამთავრდა ვინმე ღირსეულს მაინც ჰქონდეს რამის პრეტენზია ღირსებისგან განვიძარცვეთ იმიტომ რომ ქრისტე ვერ შევიმოსეთ ქრისტეს თუ შეიმოსავს და შეინანებს თავის წარსულს ადამიანი შეიძლება უფალმა აღამაღლა ეგ ისტორიაში ესია საულს წაართვა და დავითს მისცა თუ არ გაუფრთხილდება ადამიანი რაც ღმერთმა მისცა იმასაც წაართმევს უფალი და სხვას მისცა ამიტომ ამაზე უნდა ვიფიქროთ რას უშვებს უფალი მე მახსენდება ერთ-ერთი მღვდელმთავრად უნდა გამოერჩიათ და უხაროდა და რაღაცნაირად სიამაყე მოვიდა სულში რომ მღვდელმთავრად გამომირჩიესო და ანგელოზ მაუწყდა შენზე უარესი ვერავინ ნახე თორე ეს ხალხიო იმ დროს შეუგნება უფრო უარეს მღვდელმთავარს იმსახურებდაო ანუ არ დაუმსახურებიათო უნდა დაიმსახურო რომ დავით აღმაშენებლის ეპოქა მოვიდეს უნდა დაიმსახურო რომ თამარის ეპოქა მოვიდეს არავინ ერთ ქვას არ ადევს თავის ქვეყნის აღსაშენებლად არავინ ერთ ქვას არ ადევს დღეს განკითხვა არის იერარქიისა სამღვდელოებისა ერისა ვერისა ვისგან ისაც არაფერი გაუკეთებია თავის ქვეყნისთვის ღირ მოუხოცავი დიდები თუ პატარები რომელიც მარტო საკუთარ თავზე უფიქრია და ქვეყნის დიდების ერთი აგური არ დაუდიათ ყველაზე დიდი პრეტენზია ის იმასაა და ყველაზე მეტად ის განიკითხავს ჩვენი იერარქია რა გაუკეთებიათ ქვეყნის თორე ქვები იღაღადებენ რაც უწმინდესმა გააკეთა მღვდელმთავრებმა და მღვდლებმა და ბევრმა ერისკაცმა და ერთს ვერ დაასახელებენ რომ ქვეყნისთვის სიკეთე მოიტანა გინება რისხვა და გადატრიალება და სისხლი და გაუპატიურება და ათასუბედურება ისინი ლანძღავენ მათ ვინც რამე გააკეთეს ჩვენ ტაძარში ვინც ვართ ყოველდღე ვიფიქროთ ილია მართალი რო გვეწობა დღეს დავფიქრდეთ ვის რა ვარგეთ ჩვენ ქვეყანა ჩვენ ხალხი ამერიკას მისცენ და ამერიკაში სირას ამბობდნენ მას კი რომ ამბობთ რა გაიგეთ ამერიკამ რა გაუკეთეთ ამერიკას რა გაუკეთეთ ჩვენ ქვეყანას ამიტომ ომი აღარ ასჭირდება ქვეყანას არაფრით არ შეიძლება ომი მოხდეს ყველაფერი აირევა მერთმა გამარჯვებინო სიმართლეს სიწმინდეს და სიკეთეს მე არ ვიცი სიმართლე მხოლოდ ქრისტემ იცის და მის ხელშია ყველაფერი ადამიანის სიცოცხლეც ამ დედამიწის არსებობა და სამყაროს არსებობა ქრისტემ განსაჯოს და ქრისტემ კეთილად გადაარჩინოს ჩვენი ხალხი და დალოცოს ჩვენი ხალხი ესე საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფეში ობძანა რომ მოგცა ლოცვა კურთხევა სამღვდელოებას რომ გადავიხადოთ სანამ არეულობა და განსასწრელიერსი სამშვიდობო პარაკლისი ანუ როცა ეშმაკია აღბორგებს ადამიანებს შენ მადლით უნდა დაეხმარო ამ ადამიანებს და ამ ტაძარში სანამ განსასწრელი იქნება მეუფის კურთხევა შევასრულებ და ყოველ პირველ საათზე იქნება სამშვიდობო პარაკლისი და მოძღვარი გადაიხდის და იმედია რომ მალე დასრულდება ეს განსასწრელი უფალმა უწმინდეს ხშირად იხსენებს დავით მეფის სიტყვებს უფალმა ძალიერსათვის სამოსეს უფალმა ნაკურთხოს ერისთვის მშვიდობით ჩვენთან არს ღმერთი იმედია ჩვენც ვიქნებით ღმერთთან უფალი სულ არის ჩვენთან ანდრიაობა მოდის იცით პარასკევი დღეს და ლოცვა იქნება ხუთშაბათს და ანდრია მოციქულს ვახტანგ მეფეს და სხვა წმინდანებს განვადიდებს ჩვენი განმანათლებელია ჩვენსი ქრისტეს პირველი ქადაგებელია მოციქული ანდრია და რომ მოვიდა მან ქრისტეს მშვიდობა მოიტანოს და მისი ხსენების დღეს
ისევ ქრისტე გამეფდეს ჩვენზე და ჩვენ გულებზე, ვისაც მეფობს ქრისტე, უხაროდეს და ვისაც არა შეუერთდეს უფალსა. შაბათს იქნება, ესე იგი, თხოვებს, რომ მიცვალებულები მოიხსენოთ, ვის სახელებსაც დატოვებთ, პარასკევსაც მოიხსენებთ და შაბათსაც წირვაზე თქვენი მიცვალებულების სახელს და კარგია, რომ ხალხს ესეთი სურვილი უჩნდება და იქ მარადისობაში მყოფებს, ესე იგი, ამ ქვეყნიდან ეხმარებიან და წირვაზე დიდი დედამიწაზე არაფერი არ ხდება. აი როგორც ორბიო ყურდღეს დაიჭერს და ღვთის მწვერვალეზე აიტანსო თავის ხერხსო, წირვის მადრი ჯოჯოხეთის უბსხვრების ჩადისო, გამოვიდა სულ ზეცამდე აღიტაცებსო. აი ეს წირვის მადლი შეგვეციოს ჩვენს და იმათაც. ესე იგი შაბათს კიდევ იქნება, ესე იგი იმათი მოხსენება, ვის სახელებსაც შემოიტანს და ყველა მართლმადიდებლურად გარდაცვლილს მოიხსენებთ. წყალობა გაგატანოთ, გაგახაროთ.